შესანიშნავი შვიდეული ჭიათურაში განახლდა. ჯგუფი კრეატივი, რომელიც ინტელექტუალური შოუს ორგანიზატორია, თვლის, რომ შოუმ სტარტი კარგად აიღო. ძველ და უკვე გამოცდილ გუნდებთან ერთად ახალი გუნდები და ახალი სახეები მალე იმერვიზიის არხზე გამოჩნდებიან. პირველ შეფასებებს აკეთებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების უფროსი ნიკა სამხარაძე. პროექტი შესანიშნავი შვიდეული უკვე მრავალი წელია პოპულარობის სარგებლობრივ და ტრადიციისამებრ წელსაც აიღო სტარტი ამ შესანიშნავმა პროექტმა, შესანიშნავმა შვიდეულმა. ეს მრავალფეროვანი პროექტი ხორციელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ეგიდით. ამ პროექტს უშუალოდ ახორციელებს ჯგუფი კრეატივე, რომელიც გვპირდება ისედაც მასშტაბურ და მრავალფეროვან პროექტს უფრო მრავალფეროვანი სახით წარმოგვიდგენს. ამ პროექტში მონაწილეობას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მე-12 კლასის ჩათვლით. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტის ამაღლებას და მათ დამეგობრებას. ყველას მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია არსებობს გარდამავალი პრიზი, რომელიც არის ჩვენს ქალაქში, ჭიათურაში და შევეცდებით მომავალი სეზონიდანაც ეს პრიზი დარჩეს ჩვენს ქალაქში. ახალი სეზონის მთავარი სიახლე ის არის, რომ დაინტერესებულ პირებს გადაცემაში კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ. რაც შეეხება წლევანდელი სეზონის მთავარ სიახლეს, ეს არის ის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ ამ გადაცემაში გამოაგზავნოს კითხვა, ჩვენ ვაძლევთ მათ ამის საშუალებას, თუმცა ეს კითხვები გაივლის აბსოლუტურად ყველა პროცედურას, გაიცხრილება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ თამაში მონაწილე გუნდებისთვის ან ცალკეული მონაწილეებისთვის წინასწარ არ გახდეს ცნობილი ესა თუ ის კითხვა. რაც შეეხება ჯგუფს კრეატივს, ის დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მიმართულებით იქნება ეს საორგანიზაციო, ტექნიკური, სუფთა შემოქმედებითი და კრეატიული არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. არ შეიცვალა წამყვანი და მასპინძელი მეოთხე საჯარო სკოლა. გადაცემა ტრადიციულად იმერვიზიის არხზე ყოველ კვირა საღამოს 19 საათზე გავა ეთერში. მანამდე კი ძალები უკვე მოსინჯეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და სკოლა ლიცეუმის ინტელექტუალებმა. შეკითხვისათვის გასული დრო აღმოიწურა. ყურადღება. სწორი პასუხი გახდა. ხო? გრიგორბერე, თამარ საფრთხელის ეკლესიაში. პირველი გადაცემა საინტერესოდ, აზარტულად და დაძაბულად დაიწყო. გამარჯვებისთვის ბრძოლაში ყველა გუნდი ბოლომდე იხარჯებოდა. დღევანდელი თამაშის გამარჯვებული მაყურებელს იმერვიზიის არხზე 6 ოქტომბერს 19 საათზე საინტერესო შოუ ელოდება. იმედია ისინი ნახევარფინალშიაც